საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ამ განცხადებაში ისინი სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოსახლეობას და ამავდროულად კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად ამ განცხადებაში გარდა დამოუკიდებლობის დღისა საუბარი არის იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა მოიტანა შედეგად. ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი, რომელიც აცხადებს, რომ ქართველებს აქვთ სრული საფუძველი იმისა, რომ იამაყონ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და წლების განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ, თუმცა ამავდროულად პაվել ჰერჩინსკი აცხადებს იმასაც, რომ დამოუკიდებლობას და დემოკრატიას შენარჩუნება სჭირდება და ეს არ არის გარანტირებული. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ, აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი. უკრაინის საელჩო აქვეყნებს მოწვის განცხადებას. ისინი ულოცავენ ქართველ ხალხს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე უსურვებენ მშვიდობას, აყვავებას და ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. გილოცავთ საქართველოს წერს უკრაინის საელჩო. ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას პლატფორმა X-ზე. მათ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა 180 დღის განმავლობაში დაადასტურა ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი სწრაფვა და ამავდროულად მათი ხმა ისმის და ქართველი ხალხი შთააგონებს მათ, ვისაც თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის სჯერა. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო, აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ავრცელებს განცხადებას. მის განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და ამავდროულად ის აცხადებს, რომ როგორც გერმანია, ასევე მთელი ევროკავშირი საქართველოს გვერდში დგას და ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი ავრცელებს განცხადებას პლატფორმა X-ზე და მის თქმით დამოუკიდებლობის დღე პატივს მიაგებს იმ გამბედაობას, რაც საჭიროა თავისუფლების არჩევასა და დაცვაში და ამავდროულად თავისუფლება ერთხელ მოპოვებული ასევე უნდა იყოს დაცული და ის იმედს გამოთქვამს, რომ ქართულ ხალხს ყოველთვის ექნება დამოუკიდებლობის დაცვის ძალა.